მოგესალმებით მეგობრებო. რამდენი რამ არ ვიცით უდაბნოს შესახებ, რამდენი ცივილიზაციაა დაკრძალული ქვიშის ქვეშ, ან რამდენი საიდუმლო კიდევ აღმოუჩენელია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მსოფლიოს საოცარ ფართებზე, მსოფლიოს უდაბნოებზე. არა მხოლოდ უდიდეს უდაბნოებზე, არამედ საინტერესო ფაქტებზეც. სანამ ვიდეოს დავიწყებდე, მინდა შეგატყობინოთ უადვილესი ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ იხილოთ ყოველი ახალი ვიდეო შეტყობინების სახით. ამისათვის საჭიროა დააჭიროთ ზარს, შემდეგ მონიშნოთ პატარა კუბიკი და მისცეთ დამახსოვრებას. ნომერი 10. ანტარქტიდა. მხოლოდ ერთადერთი ყინულოვანი უდაბნო გახლავთ ანტარქტიდა. მისი ფართობით 14,107,000 კვადრატული კილომეტრია. პოპულარული რწმენით ანტარქტიდა არის მშრალი ადგილი. ეს იმიტომ, რომ ტენიანობა ცივი და მშრალია. გარდა ამისა, წლის მანძილზე ატმოსფერული ნალექები ვერ აღწევს 4 სანტიმეტრამდე. საინტერესო ფაქტი: ანტარქტიდაზე 1983 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა და შეადგენდა 89 გრადუს ცელსიუსს. ნომერი 9. ატაკამა. ატაკამა დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია და ის ფაქტობრივად სტერილურია, რადგან ტენისგან ბლოკირებულია ორივე მხრიდან. უდაბნოში მცენარეებმა შეიმუშავეს თავიანთი გადარჩენის მექანიზმი, რადგან ძალიან მკაცრი კლიმატია. მშრალ პერიოდებში მცენარეები არც იზრდებიან და არც მრავლდებიან. საინტერესო ფაქტი: როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, 1570 წლიდან 1971 წლამდე უდაბნოში არ უწვიმია. ნომერი 8. სალარ დე უიუნი. მსოფლიოში უდიდესი მარილოვანი უდაბნო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ბოლივიაში. ექსპერტების თქმით, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 25 მილიარდი ტონა მარილია. წვიმის დროს უდაბნო უდიდეს მარილოვან სარკედ იქცევა. ნომერი 7. ტაკლამაკანი. ტაკლამაკანი მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. ფართობი დაახლოებით 327,600 კვადრატული კილომეტრია. ტაკლამაკანში 2008 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა და მეტიც, უდაბნო 4 სანტიმეტრის სისქის თოვლით დაიფარა. ნომერი 6. გარაგუმი. გარაგუმი განმარტებით ნიშნავს შავქვიშას. ამ უდაბნოს ქართულად ყარაყუმი შეარქვეს. უდაბნოს ფართობი 350,000 კვადრატული კილომეტრია. ქვიშის სიმაღლე ზოგ ადგილზე 60 მეტრამდე აღწევს. ყარაყუმი თურქმენეთში იკავებს დიდ ადგილს. უდაბნოში მცირე რაოდენობით დომინირებს მცენარეები. ხანდახან ადგილობრივებს უდაბნოში პირუტყვი გაჰყავთ საძოვრად. ნომერი 5. კალაჰარი. სიტყვა კალაჰარი ბერბერული ენიდან ითარგმნება როგორც მტკივნეული. ამჟამად უდაბნოს ფართობი 600,000 კვადრატული კილომეტრია. ძირითადად მდებარეობს 3 ქვეყნის ტერიტორიაზე: ბოტსვანა, ნამიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. მაგრამ ბოლო დროს მისი ფართობი მატულობს და უტევს ანგოლას, ზიმბაბვეს და ზამბიას. ნომერი 4. ავსტრალიის უდაბნოები. ავსტრალია ქვეყანა, სადაც კენგურუები, კოალები, კაკადუები და სხვა არსებები ბინადრობენ. პლაჟები, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი ნეტარება და დაისვენოთ. ამავე დროს თითქმის 18% უდაბნოებს უკავია. მათი ფართობების ჯამი 1,371,000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ნომერი 3. გობი. გობი მდებარეობს ცენტრალურ აზიაში, მონღოლეთის და ჩინეთის ტერიტორიაზე. ხასიათდება ნახევარ უდაბნოსა და უდაბნოს ლანდშაფტით. უდაბნო იწყება ალთაის და ტიან-შანის მთებიდან და მთავრდება მონღოლეთის სტეპებთან და ყვითელ მდინარესთან. გობის ფართობი შეადგენს 1,166,000 კვადრატულ კილომეტრს. ნომერი 2. აღმოსავლეთის უდაბნო. აღმოსავლეთის უდაბნო მდებარეობს აფრიკაში, მდინარე ნილოსის აღმოსავლეთით, ნილოსსა და წითელ ზღვას შორის. უდაბნოს მთავარი მახასიათებლებია აღმოსავლეთით მდებარე წითელი ზღვის სანაპირო ზოლი და უდაბნოს მთათა სისტემა. უდაბნოს მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალი შაიბ ალბანათია.
ეს არის მეორე უდიდესი უდაბნო, რომელიც მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულზე და ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ერაყი, სირია და იორდანია. მისი ფართობი 2.320.000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. უდაბნოში ხშირია მტვერი წვიმა და ძლიერი ქარი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ უდაბნოში ტემპერატურა მუდამ იცვლება. მაგალითად, დილით კვერცხი რომ დავახალოთ ქვიშაზე, სულ რაღაც 10 წუთში შეიწვება. ხოლო ღამის საათებში ქვები სიცივისგან ტყდება. ნომერი 1. საჰარა. საჰარას უდაბნო ნამდვილად მეფობს სხვა უდაბნოებთან შედარებით და ეს გახლავთ უდიდესი უდაბნო მსოფლიოში. მისი ფართობი 9.065.000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. უდაბნოს ასაკი დაახლოებით 2.5 წელია. სახელი საჰარა მომდინარეობს არაბულიდან და ნიშნავს უდაბნოს. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო. მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთ საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი და სუდანი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები. ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხეა, ჩრდილში ტემპერატურა +40-დან +50 გრადუსამდეა. უდაბნოში არის დიდი სიმშრალე და წლიური ნალექი თითქმის ყველგან 100 მმ-ზე ნაკლებია. ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში არ მოდის. ძლიერი ხანგრძლივი ქარები, ტემპერატურის დიდი დღეღამური რყევები. როდესაც დღისით პაბანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს. გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება. ყოველწლიურად საჰარაზე ხდება 100-დან 200-მდე მირაჟი. ამასთან არსებობს სპეციალური მირაჟის რუკები, რომლებიც მიუთითებს ყველა სავარაუდო მირაჟის ადგილს. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.